თბილისის საკონცერტო დარბაზში პროექტის კინოსკოლაში დასკვნითი საღამო გაიმართა. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები ფილმების თემატიკაზე შექმნილი 10 საუკეთესო პორტრეტის ავტორი კი დააჯილდოვეს. პროექტი კინოგანათლების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. წელს უკვე 40-დან 207 სკოლამდე გავიზარდეთ. ჩართულობა ბავშვების, მასწავლებლების, თავად კურატორების, ვინც მოამზადა კინოცენტრმა და ვინც მოგზაურობდა ფილმებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, იყო წარმოუდგენელი, ძალიან აქტიურია. თავიდან ბოლომდე ეხება ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას, თავისი ცნობიერების ამაღლებას, ზუსტად ისეთი მიმართულებების მხრივ, როგორიც არის კინო. მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი, ასე ვთქვათ, დასასრული, ასეთი შედეგი, ასეთი мотивация, რომელიც ასევე დღეს ელოდება ბავშვებს, მომდევნო რაუნდზე კიდევ უფრო ამაღლებს მათგან მოთხოვნას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს არა მარტო კინოცენტრისთვის, მე მართლა ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოს და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შევიტანეთ შორეულ სოფლებში, სხვადასხვა რეგიონებში ყველაზე კარგი ფილმები, მსოფლიო შედევრები და ბავშვები ამ ფილმებზე იზრდებიან.